ძალიან ძნელია სინამდვილეში ჩემი აზრით. იულად გადაწყვიტო რომელ სკოლაში, როგორ სკოლაში მიიყვანო ბავშვი. არ არსებობს რაღაც ცალსახა დაყოფა, ცალსახა იარლიყები, რომელიც შეგვიძლია მივაწებოთ. საქართველოში ჩვენ ვივწით ამისთვის, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სასკოლო სისტემა გვინდა რომ შევქმნათ. ბავშვები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. არ არსებობს ორი ერთნაირი ბავშვი. შესაბამისად, არ უნდა არსებობდეს ორი ერთნაირი პროგრამა. შევხედოთ სკოლას დროის პერსპექტივაში და ვთქვათ ის თუ რა არის თანამედროვე სკოლა. ბევრ თანამედროვე მშობელს გონიათ, რომ თუ ბავშვი არ წვალობს, ესე იგი ის არ სწავლობს. ხომ არ დაკარგავს მასწავლებელი რაღაც როლებს, აი ამ ცვლილებების კვალდაკვალ. ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ჩართვა სასკოლო პროცესში გამოიწვევს ინდივიდუალური მიდგომების გაძლიერებას. მე მგონია რომ აი ეს საუბარი ახლა მაინც ერთგვარად დამაკვალიანებელი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული სკოლის შერჩევით ან სკოლის შეცვლით. მოგესალმებით, მე ვარ პაატა პაპავა, ვარ აზროვნების აკადემიის სკოლის აკადემიური დირექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი განათლების ფაკულტეტზე. ჩვენ ვიწყებთ პოდკასტს, რომლის მთავარი თემებია განათლება, სკოლა, მასწავლებლები და ჩვენ გვინდა რომ ის საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია განათლების ხარისხში, სწავლების და სწავლის ეფექტურობაში, განსაკუთრებით მშობლები, რომლებისთვისაც მეტად მნიშვნელოვანია გარჩევონ კარგი სკოლა ცუდი სკოლისგან. გამოყონ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები და მახასიათებლები სკოლის, რომლებიც აქტუალურია მათი შვილების ზრდისა და განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ სკოლის განვითარებასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ საკითხზე, იმიტომ რომ სკოლა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური ორგანიზაცია. მისი ფუნქციონირება, მისი საქმიანობა დაკავშირებულია უამრავი წვრილმანი თუ დიდი საკითხის სწორად ორგანიზებასთან, სწორად უზრუნველყოფასთან. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სკოლა არის ადგილი, სადაც დილიდან საღამომდე, დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე უამრავი ადამიანი ფუსფუსებს, საქმიანობს, მოღვაწეობს და ვითარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ სკოლას, ვიმოგზაუროთ სკოლის მეტად საინტერესო და იმავდროულად როგორც აღვნიშნეთ კომპლექსურ სამყაროში. შევიხედოთ საკლასო ოთახებში, გავიაროთ დერეფნებში. ნახოთ როგორ მუშაობენ მასწავლებლები, როგორ ახერხებენ ისინი თანამშრომლობას, როგორ არის უზრუნველყოფილი სკოლა და თითოეული გაკვეთილი, იმისათვის რომ ბავშვებმა ერთად იმუშაონ, ისწავლონ, ითამაშონ და განვითარდნენ. შევეხებით სკოლის კლიმატის, სკოლის კულტურის, სკოლის მართვის, იმ რთული გადაწყვეტილებების მიღების საკითხებს, რომლითაც სავსეა სკოლა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცდებით გავიჭრიტოთ მომავალშიც. ანუ შევხედოთ სკოლას დროის პერსპექტივაში და ვთქვათ ის თუ რა არის თანამედროვე სკოლა. რა მნიშვნელოვანი ასპექტები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ კი ის მუშაობს სკოლაში, ასწავლის ბავშვებს, ან გეგმავს და წარმართავს ამ პროცესებს. სწავლისა და სწავლების პროცესებს. მაშასე ჩვენ რა თქმა უნდა მოვიწვევთ საინტერესო ადამიანებს, განათლების სპეციალისტებს, ექსპერტებს, პროფესიონალ მასწავლებლებს. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ჩვენს პოდკასტს მოსწავლეებიც შემოერთებიან, სტუმრად მოსწავლეებიც გვეყოლებიან. ჩანს რომ ამის საჭიროებაც იქნება და ჩვენ მოусმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც კი არა ასწავლიან ან მართავენ სკოლას. არამედ არიან მიმღებნი და მომხმარებელნი სასკოლო მომსახურებების. მაშასე ცხადია ვისაუბრებთ კერძო სკოლებზე და ვისაუბრებთ იმ განსხვავებებზე, რომლებიც არსებობს ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის. მოკლედ ძალიან ბევრ თემას შევეხებით. ჩვენი პოდკასტის პირველი სტუმარია ბაკურ სულაკაური, რომელიც სწრაფად დაგვთანხმდა პოდკასტში მოსვლაზე, ამ დიალოგში მონაწილეობაზე, რისთვისაც მადლობას გადავუხდით, რა თქმა უნდა. ბაკური არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, აღიარებული
და მოდი დავამატები საინტერესო უკვე საინტერესო ისტორიის მქონე კერძო სკოლის დამფუძნებელი. მადლობა ესეთი საუბრობთ მწვანე სკოლაზე, რომელთანაც მეც თავად მითანამშრომლია, ჯერ კიდევ მაშინ სანამ მწვანე სკოლა დაერქმეოდა. კი. ბაკურ გავიხსენებ. კაი ხანია გასული მას შემდეგ, მართლაც კარგი ხანია. მეც აი ამ საქმის, ამ კარიერის დასაწყის პირველ ფაზაში ვიყავი, შემიძლია ვთქვა და ძალიან კარგად მახსოვს ის კარგი კლიმატი, რომელიც დიდუბეში იყო მაშინ სკოლა. ჩემი პირველი სტუმრობა და შთაბეჭდილებებიც მახსოვს, რაც განსხვავებული კლიმატი იყო სკოლაში და ბაკურ, ესე იგი, პატარა შესავალს კიდევ ერთხელ გავაკეთებ, თუ რა დანიშნულება აქვს ჩვენს პოდკასტს და რაზე ვისაუბრებთ ხოლმე მოწვეულ სტუმრებთან. მოდი გთხოვ, რომ ჩვენმა საუბარმა იმგვარად წარმართოთ, იმგვარ კალაპოტში ჩავსვათ ჩვენი საუბარი, რომ ის დაეხმაროს მშობლებს. უამრავი მშობელი მირეკავს ყოველთვის, როცა რეგისტრაციის პერიოდი მოდის ხოლმე განსაკუთრებით, რომ როგორ ავარჩიოთ სკოლა. რომელ სკოლაში გვირჩევ ბავშვის მიყვანას და ეს არის ხოლმე ესეთი პერიოდი, რომელიც დიდად რო გითხრა მიყვარს არა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული შეკითხვა. ეს ძალიან ძნელია სინამდვილეში ჩემი აზრით და საინტერესო იქნებოდა თქვა ამის გაშლაც. იულად გადაწყვიტო რომელ სკოლაში, როგორ სკოლაში მიიყვანო ბავშვი, მოდი ცოტა გავშალოთ თემა და როგორ სკოლაში მიიყვანო ბავშვი, იმდენ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული და ვიწყებ ხოლმე ხანგრძლივ ინტერვიუების ჩატარებას ამ მშობლებთან, რომ ესე იგი თქვენი ოჯახის პრიორიტეტი და შორიდან ვუვლი ხოლმე და ზოგჯერ ისე რაღაცნაირად თავდება ხოლმე ეს დიალოგი უშედეგოდ და აი მშობლებს ჩვენმა საუბარმა და აი ამ პოდკასტმა იქნებ ერთგვარი დახმარება გაუწიოს მშობლებს პირველ რიგში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ან მისაყვანი ყავთ შვილი სკოლაში, ან უკვე სწავლობს და ყოყმანობენ, ან თქვა სხვა სკოლის გამოცვლაზე ფიქრობენ ამა თუ იმ მიზეზით. აი დავეხმაროთ მშობლებს და საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხედონ სკოლას. ერთგვარი ლუპით შეხედონ სკოლას. შევახედოთ აი შიდა პროცესებში. რა ხდება სკოლაში, კარგ სკოლაში რა ხდება. მოკლედ დავახასიათოთ კარგი სკოლა. თუნებას მომცემ ესეთ დიალოგში რომ გადავეშვათ. ძალიან რთული შეკითხვაა. მაგაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს და არც არსებობს. რო არსებობდეს ზუსტი პასუხი რა არის კარგი სკოლა, ანუ რეცეპტი რო არსებობდეს. მაშინ მხოლოდ კარგი სკოლები არსებობდა. ხო, საინტერესო. და სხვანაირი არა. არავინ არ იცის. საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმის აღქმას თუ რა არის კარგი სკოლა. იმიტომ რომ სკოლა ცალკე არ არსებობს რაღაც კონტექსტში. არსებობს საზოგადოება, არსებობს ოჯახი და ეს ფაქტორები მოქმედებენ სკოლის აღქმაში. აი რა ღირებულებებია გამეფებული საზოგადოებაში, ხო? ვიღაცისთვის კარგი სკოლა იყო, მაგალითად საბჭოთა სკოლა, არიან ადამიანები მინახავს კუთხეში. დღესაც მიაჩნია. კარგი სკოლა. ახლა ბუნებრივია არსებობს უამრავი სხვა, რომელიც ფიქრობს, რომ პირიქით ეს იყო კატასტროფა. ძალიან ცუდი სკოლა იყო სინამდვილეში. ასე მიგაჩნია. კი, მე ასე მიმაჩნია. შესაბამისად, შეუძლებელია მოინახოს რაღაც განსაზღვრება, რომელიც ორივე ამ ადამიანს მოაწონებს რომელიღაც კონკრეტულ სკოლას. უფრო შორს რო წავიდეთ, საბოლოო ჯამში სკოლები, აი ყველა მიმართულება, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ყველა მიდგომა, რომ ასე ვთქვათ, განვიხილოთ მთლიანობაში და გამოვყოთ რაღაც კატეგორია. საბოლოო ჯამში ორი ტიპის სკოლა გამოიყოფა. არის საინტერესო. კურიკულუმზე ორიენტირებული და ბავშვზე ორიენტირებული. საბოლოო ჯამში აქამდე დადის ყველაფერი. რაზე ხარ ორიენტირებული? გეთანხმები. სკოლა. კურიკულუმზე თუ მოსწავლეზე. და მე ვერ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლის მომხრე, ვერ ვიტყვი, რომ კურიკულუმზე ორიენტირებული სკოლები ცუდი სკოლებია. ანუ გააჩნია მოსწავლეს, გააჩნია სიტუაციას. მაგალითად, ზოგიერთი მოსწავლისთვის კურიკულუმზე ორიენტირებული სკოლა უფრო კარგი სკოლაა, ვიდრე მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა და პირიქით. არ არსებობს რაღაც ცალსახა
დაყოფა, ცალსახა იარლიყები, რომელიც შეგვიძლია მივაწებოთ. თუმცა პირადად ჩემთვის ყოველთვის კარგი სკოლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა. პირადად ჩემთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს. მეორე. ანუ აი მოკლედ გასაგები რო იყოს იმ სპენელისთვის, ვინც შეიძლება ტერმინებში და დეტალებში ვერ არკვევა, შეიძლება კურიკულუმი არც იცის ვიღაცამ რა არის. იგულისხმება, რომ არსებობს პროგრამა, სკოლა ეუბნება, რომ მე ვასწავლი პირველ კლასში ამას, მეორე კლასში ამას, მესამე კლასში ამას და შენ როგორც მოსწავლე უნდა მოერგო ამ პროგრამას. შენ ეს უნდა ისწავლო. არ მაინტერესებს შენი ინდივიდუალური თავისებურებები. არსებობს პროგრამა, შენ ამას უნდა მოერგო. მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა ამბობს, რომ მოსწავლეა მთავარი და მას უნდა მოვარგოთ შინაარსი და კურიკულუმი იმის მიხედვით, რა შესაძლებლობები აქვს, რა უნარები აქვს, რა ინტერესები აქვს. აი ეს არის საბოლოო ჯამში ორი მთავარი გაყოფა. მოდი პატარა ბიოგრაფიული ექსკურსი რო გავაკეთოთ. ხო არ გაიხსენებდი თავად როდის გაგიჩნდა ეს ხედვა, რომ აი არსებობს ორი განსხვავებული პროგრამა, თქვათ ორი განსხვავებული მიდგომა სწავლებისა და სწავლის მიმართ. მოსწავლეზე ორიენტირებული და ხომ არ უკავშირდება ეს სკოლის დაფუძნებას, სკოლის წამოწყებას რა მე თვითონ ვიყავი მასწავლებელი წლების განმავლობაში ძალიან დიდი ხნის წინ და ერთ-ერთი მოტივატორი, რატომაც გავხდი მასწავლებელი იყო, იმის ნახვა შესაძლებელია თუ არა ისე გაკეთება, რომ მოსწავლეზე იყოს ორიენტირებული. ბუნებრივია საწყის წლებში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვიდა, ისე არ გამომდიოდა, როგორც მინდოდა, მაგრამ რაღაც გამოცდილების დაგროვების შემდეგ მივხვდი, როგორ უნდა გააკეთო ისე, როგორ უნდა მართო კლასი ისე, როგორ უნდა მიუდგე მოსწავლეებს ისე, რომ მათ ესე იგი პროგრამა კი არ მიაწოდო უბრალოდ, არამედ მათ შესაძლებლობებს უნარებს მოარგო პროგრამა და მეტნაკლები ინდივიდუალიზაცია გააკეთო. სრული ინდივიდუალიზაცია სკოლაში არ არსებობს. ეგ არის ამ ეტაპზე. თუმცა აქეთკენ მივდივართ. ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ჩართვა სასკოლო პროცესში გამოიწვევს ინდივიდუალური მიდგომების გაძლიერებას. ბავშვები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. არ არსებობს ორი ერთნაირი ბავშვი. შესაბამისად, არ უნდა არსებობდეს ორი ერთნაირი პროგრამა. სკოლა ხო გვიანდელი წარმონაქმნია, სულ რამდენიმე საუკუნე არსებობს იმ ფორმით, როგორც ჩვენ ვიცნობთ. და გაჩნდა იმიტომ, რომ ეს ფორმა არის განათლების მიცემის, ცოდნის გადაცემის, თუ გინდათ ესე ვთქვათ, ყველაზე ეკონომიური საშუალება. ანუ ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ასეთი ფორმით სკოლის შექმნა და განვითარება და შემდეგ კურიკულუმების განვითარება. მაგრამ მე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, რომ რაღაცეები არის რთული, რაღაცეები არ არის ყველა ბავშვზე მორგებული და საბოლოოდ დაიწყეს რაღაც ცვლილებების განხორციელება, ექსპერიმენტების ჩატარება და საკმაოდ განვითარდა რაღაცეები. ჩემი საქმიანობის განმავლობაში, აი როცა მეც პირველად შევხვდი, თქვათ ამ იმას, ხო, თეორიას, მიდგომას, მოსწავლეზე ორიენტირებული იქ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩაიწერა კანონითაც განმტკიცდა რაღაც მომენტში რა 21 საუკუნის დასაწყისში რომ აი საქართველოში ჩვენ ვიღვწით ამისთვის რომ მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სასკოლო სისტემა გვინდა რომ შევქმნათ მაგრამ რა გამოვიდა ეს კიდევ სხვა თემა მე უბრალოდ მინდა ასევე ჩემს ისტორიულ იმას გადავხედო ბიოგრაფიულის გავაკეთო რეფლექსია და თქვა რომ იყო დრო როცა მეგონა გავიგე მივხვდი რა არის ეს მოსწავლეზე ორიენტირებული და მე რა მეღიმებოდ ეხაც კი მეღიმება რომ აი წლიდან წლამდე მე მომიწია ბევრ ქვეყანაში სკოლებში სიარული რაღაც ჩანიშვნების კეთება რაღაც ვიდეოები ჩამომქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდის დიდი ვიდეო კასეტები რომ იყო ხო და მე გადამქონდა და აქ ვაჩვენებდი ადამიანებს და ახლა რომ უყურებ სადღაც 7-8 წელი დამჭირდა და ბევრი რამის ნახვა, ბევრი რამის მოსმენა, ბევრი რეფლექსია, ბევრი კითხვა. საკმაო ლიტერატურის გაცნობა, უამრავი სტატიის დამუშავება, რომ მე თქვა რაღაც მომენტში რომ აი ახლა მე მგონი ვწდები
დედა აზრს მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების, სასკოლო განათლება და სკოლის როგორც სისტემის. უცებ მინდა მიგაბრუნო რა იმ პერიოდთან, როცა მასწავლებელი იყავი და რადგანაც კარგად აღწერე ძალიან, ეს არის ინსტიტუციური წარმონაქმნი, ხო? სკოლა რაღაც ტიპის ეკონომიკურმა და სოციალურმა პროცესებმა აი ამ ტიპით წარმოშვა, როგორცაც დღეს ვიცნობთ და რომლის გადაკეთებაზეც ძალიან საინტერესო პროექტებიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ესე სწრაფად ვერ მიდის ეს საქმე. რა მინდა კითხო იცით და მე გადავიხედოთ კიდევ მომავალში, აი ორგანიზაციული ფორმა სკოლა რა არის და როგორ ვითარდება, რა სახეცვლებებს განიცდის. მაშინ როცა ამ ექსპერიმენტებს იწყებდი, მოსწავლეზე ორიენტირებული, ხო, როცა ესე იგი მოსწავლის მონაცემებს, შესაძლებლობებს, უნარებს ითვალისწინებდი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ალბათ, ხო, რაც რესურსების, მასალების მიწოდებაში და ასე შემდეგ. სკოლა რამდენად, სასკოლო გარემო, სასკოლო კლიმატი, სკოლის კულტურა როგორ რეაგირებდა შენს ექსპერიმენტებზე? მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ვასწავლდი სკოლაში, სადაც დირექტორმა ნინო რამიშვილმა მომცა საშუალება მეკეთებინა ის, რასაც საჭიროდ თვლიდი. ყოველგვარი ჩარევის გარეშე. არასოდეს არავინ არ ჩარეულა იმაში, რასაც ვაკეთებდი. ბუნებრივია ამ თვალსაზრისით ამ მიდგომას მინუსიც აქვს, რო არ ერევიან პოზიტიური ჩარევაც ხო არსებობს. რა თქმა უნდა. დახმარება, განვითარება და ასე შემდეგ. მენტორობა და ასე შემდეგ. ვიყავი, ასე ვთქვათ, რაღაც ველოსიპედი გამომეგონებინა თავიდან. და პირველი წლები სამწუხაროდ ძალიან ბევრი შეცდომას დაუშვი და იძულებული ვიყავი ესე ხელის ცეცებით მევლო. და ისეთი რაღაცები აღმომეჩინა, რისი სწავლებაც ადვილად შეიძლება და სწავლაც. საბოლოოდ მაინც როგორც მესმის, პოზიტიურად აფასებ იმას, რომ ქონდა აი ეს ძალიან ნდობა და თავისუფლება. უნიკალური თავისუფლება მქონდა. უნიკალური თავისუფლება. მოდი სკოლის დაფუძნების პერიოდიდან თუ შეგიძლია რამე გაიხსენო, რას ცდილობდი მაშინ? აი როცა სკოლას ქმნიდი. სანამ სკოლას გავაკეთებდი, მანამდე ვიყავი აქტიურად ჩართული საგამომცემლო საქმიანობაში. უბრალოდ ჯერ მასწავლებელი ვიყავი, მერე საგამომცემლო საქმიანობით დავკავდი და არასოდეს შემიწყვეტია სასკოლო რესურსებზე მუშაობა. მთელი 90-იანი წლები, 2000-იანი წლები მუშაობდი სასკოლო რესურსებზე, სახელმძღვანელოებზე, მეთოდებზე, როგორ უნდა ვასწავლოთ პატარა მოსწავლეებს, პირველ, მეორე, მესამე კლასელებს, წერა-კითხვა და ანგარიში ეფექტურად, ისე რომ მათთვის ეს იყოს საინტერესო. არ იყოს სტრესული, იყოს საინტერესო და იყოს ეფექტური. და რადგან ამ რესურსებს ქმნიდი, შემდეგ უკვე მაინტერესებდა ამის პრაქტიკაში მოსინჯვა. ამიტომ პირველი იმპულსი იყო ისეთი სკოლის და სასკოლო გარემოს შექმნა, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა ეს ყველაფერი მომესინჯა. მუშაობს თუ არ მუშაობს. ანუ თავდაპირველად არ მიფიქრია მაინც და მაინც იმაზე, რომ აი მე ვაკეთებ ახლა სკოლას, რომელშიც აი ბავშვზე ორიენტირებული იქნება ყველაფერი. ეს ლაბორატორიული მიდგომა. რომ აი მოდი გავაკეთოთ რაღაც ადგილი, პატარა, ძალიან პატარა სივრცე, სადაც საშუალება იქნება რაღაცები მოსინჯოთ, რაღაც მეთოდები. ეს მე ნელა განვითარდა. როდის თქვი რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლებთ, რომ გაამართლა ფაქტია. ეს მე არ ვიცი რომ ეს არის ექსპერიმენტი. ეს არის ასე ვთქვათ მიდგომა, მიდგომის დანერგვა, იმიტომ რომ ეს მე არ გამომიგონია, ეს არსებობს უკვე დიდი ხანია სხვადასხვა მე ის პირველი სკოლა ვიგულისხმე. მივხვდი 2005 წელს დავიწყეთ და კი ეს იყო ბავშვზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა, თუმცა ცხადია იმის გამო, რომ პირველ ნაბიჯებს გავდით, ბუნებრივია იქნებოდა იქ აუცილებლად შეცდომები, რაც ხარვეზები, შეუძლებელია რაღაცა შექმნა იდეალურად, აუცილებლად დაუშვებ შეცდომას. შენი მიზანია, რომ აუმჯობესო ის, რასაც აკეთებ. ეხლაც მე ვერ ვიტყვი, რომ რასაც ვაკეთებ, ეს არის იდეალური, პირიქით. აუცილებლად უშვებ რაღაც შეცდომებს, მე ამ შეცდომებს ვასწორებ, ვცდილობ გამოსწორებას და ჩვენი მიზანია
ასე ვთქვათ, პროცესში ვიყოთ უფრო უკეთესები, ვიდრე ვიყავით თუნდაც ერთი კვირის წინ. ახლა რა მნიშვნელოვანი პროცესები მიდის სკოლაში? ეს იყო პატარა, მცირე მასშტაბიანი, მე ესე მახსოვს, როცა მოვედი, თუმცა ძალიან პატარა სკოლა იყო, ძალიან პატარა. და თან ძალიან პოზიტიური კლიმატის მქონე. მე მახსოვს, კარგად, როცა მოვდიოდი ხოლმე, რამდენიმე ტრენინგიც მაქვს, თავის დროზე ადრე ჩატარებული თქვენ. ეს ისეთი დრო იყო, იმ დროს მაგალითად მასწავლებლების უმრავლესობას საქართველოში მიაჩნდა, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა აუცილებელია კლასის მართვისთვის. იყო. ჩვენი მიდგომა იყო, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა უბრალოდ წარმოუდგენელია. საბედნიეროდ მე სახელმწიფოც ასე მიუდგა და უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ კი, რაღაცები მართლაც შეცვლილია. წინ მასწავლებლების ძალიან დიდ ნაწილს საქართველოში საჯარო სკოლებში მიაჩნდა, რომ აბა სხვანაირად როგორ უნდა მართოს. რომ ეს არის პასუხისმგებლობა. რომ აუცილებელია. მშობლებსაც კი ასე მიაჩნდა. მშობლებსაც ასე მიაჩნდა. მინახავს მშობლები, რომლებიც მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი უნდა ცემოთ. ძალიან სასარგებლოა მისთვის. დღეს თითქოს და აღმოფხრილი თემაა. მაგრამ ვიცით, რომ სხვადასხვა სახით რაღაც სახით სადღაც ფსიქოლოგიურად იჩენს ხოლმე. ფიზიკურიც კი ალაგ-ალაგ ამოყობს ხოლმე. მათ შორის ოჯახებში კი. მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მაინც სკოლაში ბავშვების მოსწრებაზე. მასშტაბი ერთი მცირე მასშტაბიანი, მაგრამ ძალიან კარგად დაწყებული სკოლა, ხო, მაშინ ახლა სახეცვლილია. ხო, ახლა უკვე 4 სკოლა ხო სულია? კი, 5000-მდე მოსწავლე. 5000-მდე მოსწავლე. ხო, ვარ გაიხსენებდი რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ამ გზაზე. აი ესეთი გამოკვეთილად ძლიერი ნახტომები თუ იყო ამ გზაზე. რაც ესეთი მომენტები, რომლებმაც გააფართო მასშტაბი მისცა საქმიანობას. კი, ბუნებრივია, თუმცა ეგ სხვა მიმართულებით წაგვიყვანს, ჩვენ საუბარს გადაიყვანს უფრო ეკონომიკის, ინვესტიციების და ასე შემდეგ ასპექტში, რომელიც არ არის კავშირში უშუალო შინაარსთან. ჩვენი საუბრის მიზანი რადგან არის შინაარსზე, განათლებაზე, კარგ სკოლაზე საუბარი, ეგ სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანს, თორე სიამოვნებით გავიხსენებდი. ხო, ის საინტერესო არის, მაინც მე მგონია. და შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მნიშვნელოვანიც კი იყოს, თქვათ იმის მოსმენა, დამფუძნებლის სტატუსით. ხო, ბაკურ ხარ დამფუძნებელი? და გენერალური დირექტორი ვარ. იმავდროულად გენერალური დირექტორიც. შეიძლება ვთქვათ რაღაც რამდენიმე ისეთ ფაქტორზე ვისაუბროთ სკოლის დამფუძნებლის ცხოვრება, მისი ფიქრები, იმავდროულად ადამიანი, რომელიც გენერალური დირექტორიც არის და მმართველი, ხო, მთავარი წარმმართველი პროცესების. აი შეიძლება ასეთ როლში მყოფი ადამიანიც დავანახოთ საზოგადოებას. რა არის მისი შეიძლება ყველაფერი შეიძლება. რა არის მისი მთავარი გამოწვევები? რა არის ის, რასაც ვერ ხედავს საზოგადოება და არადა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ როლში მყოფი ადამიანისთვის. ძალიან ბევრი ასპექტი აქვს მაგას. დაწყებული იურიდიული და ეკონომიკური ასპექტებიდან დამთავრებული მიდგომების და შინაარსის. ეს ორი სხვადასხვა რაღაცა, ერთი არის მიდგომა, მეორე არის რესურსი, რომელსაც იყენებ ამ განსახორციელებლად. და რა კი ჩვენ ვართ ქვეყანაში და ჩვენი სკოლა არის ქართულენოვანი სკოლა. ეს არ არის საერთაშორისო სკოლა, სადაც სწავლება მიდის ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, რესურსები არის ძალიან მრავალფეროვანი და უბრალოდ უნდა აირჩიო. ჩვენ ვართ შეზღუდული რესურსების მქონე, ისე როგორც ნებისმიერი ქართული სკოლა, შეზღუდული რესურსების გამოყენების პირობებში გვიწევს ფუნქციონირება. შეზღუდულ რესურსებში გულისხმობ სასწავლო რესურსებსაც კი. იმიტომ რომ შენ რომ გინდოდეს სიტყვაზე ვიძახი ასწავლო კარგად, მაგალითად, რა ვიცი მე, ბიოლოგია, მაგალითად, საშუალო სკოლაში მაღალ საფეხურზე, იძულებული ხარ
ბაზარზე არსებული რესურსებიდან ერთადერთს, ეს არის გრიფირებული სახელმძღვანელო დაეყრდნო. ალტერნატივაც კი არ აქვს. დაბალ საფეხურებზე კიდე რაღაცა ალტერნატივები არის, მეტნაკლებად, მაგრამ იქაც იმდენად შეზღუდულია ეს რესურსი, რომ დიდი არჩევანი არ აქვს. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, ჩემი პირადად ერთ-ერთი გამოწვევა არის ამ რესურსების გზადაგზა შექმნა და განვითარება და გამრავალფეროვნება. იმიტომ რომ როგორ შეიძლება იყო მოსწავლეზე ორიენტირებული და კონდეს ერთი რესურსი. წარმოუდგენელი. ჩემი საქმიანობისაც მე შემიძლია თქვა უკვე პრინციპში მესამე ათწლეულია, რაც ამ სფეროში ვარ და მათ შორის რესურსების თემაზეც აქტიურად მუშაობ. სკოლების უზრუნველყოფაზე რამდენიმე დიდი პროექტი იყო. მაინც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ და სერიოზულ გამოწვევად რჩება რესურსებით უზრუნველყოფა სკოლის. განსაკუთრებით იმ საგნებში, რომლებშიც ზე აქტუალური ხ ბიოლოგია ახსენე, ხო, ხ ბუნების მეტყველება, კარგად დარესურსებული სკოლის საკლასო ოთახების თუ ლაბორატორიების გარეშე, რაღაცა წარმოუდგენელი. მართალია ციფრული ისინი არის გარკვეულ კომპენსაციას აკეთებს. არა, ლაბორატორიას ციფრული რესურსი ვერ შეცვლის. როცა ხელით უნდა დაბალ კლასებში საერთოდ სხვა ტიპის რესურსებია საჭირო და ასე შემდეგ. თვითონ სკოლა იმდენად ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და იმდენად მრავალფეროვანია საგნობრივი მასალა, რომელსაც თანამედროვე სამყაროში ბუნებრივად ადამიანები ვითხოვთ, რომ სკოლაში ეს უნდა იყოს, რომ რესურსები უნდა იყოს წარმოუდგენლად ბევრი, რომ შენ მერე ბავშვს ინდივიდუალურად მოარგო ეს ყველაფერი. მოკლედ ეგ არის ერთ-ერთი ჩვენი შეიძლება ვთქვათ, რომ რესურსებით უზრუნველყოფილობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი კარგი სკოლის. სხვათა შორის მაგის თქმა შეიძლება. ეს გონია რომ იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა კურიკულუმზე ორიენტირებულია თუ მოსწავლეზე, რესურსი ყველა სჭირდება. ეს უნივერსალური თემა, იმიტომ რომ რესურსი ყველა სჭირდება. მაგრამ ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ელემენტი. რა თქმა უნდა. რაც უფრო კონკრეტულ ინდიკატორ რამდენ ხარ შეგვიძლია დავიყვანოთ, თქვათ აი მშობელს კიდევ ერთხელ როგორ შეგვიძლია მივეხმაროთ იმაში, რომ ამ ნიშნით განასხვავოს სკოლა ერთმანეთისაგან. ჩვენ რამდენიც არ ვილაპარაკოთ, თუ ადამიანი ჩვენ ალაპარაკებს მოისმენს და ამის მიხედვით გადაწყვეტს რაღაცას, ეს იქნება შეცდომა. აჰა, რატო? იმიტომ რომ როდესაც სკოლას არჩევს მშობელი, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ნახოს. რა თქმა უნდა. ანუ არ შეიძლება სკოლა შეარჩიოს ისე რომ არ ნახოს, არ იყოს შიგნით. სრულიად გეთანხმები. აი ეს ძალიან კარგად მიყვავს ახლა ეს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნახოს სკოლა. აუცილებლად. უნდა იცოდეს რა გარემოში სწავლობს ბავშვი. როგორია ატმოსფერო. თავარი ზოგადად აი სკოლას რო ვაფასებთ ხოლმე. ანუ სკოლას აქვს ატმოსფერო. აუცილებლად ეგაა თავარი რომელიც აქვს სკოლას. ნებისმიერ სკოლას თავის ატმოსფერო აქვს. ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ ნებისმიერ სკოლაში იქნება ეს საჯარო კერძო, უბრალოდ დერეფანში რო გაიარო, უკვე მიხვდები. იქ რაღაც ამინდია. კი, რაღაც ატმოსფერო, რაღაც კლიმატია, რომელსაც გრძნობ. რა არის ეს კლიმატი? გასუსულები და შიშით მოწიწებით მოარულნი არიან მოსწავლეები, ლაღები არიან, რა არის გამეფებული ავტორიტარიზმი, პატივისცემა, გადაჭარბებული დისციპლინა. მეტი ხო, გადაჭარბებული დისციპლინა. მე მინახავს ამერიკაში. კი, არსებობს ეგეთი სკოლები. დერეფანში ბავშვები რო ჩამოამწყრივეს და არსებობს, ასე ვთქვათ, გადაჭარბებული დისციპლინა და არსებობს დისციპლინა და არსებობს ქაოსი. არსებობს უდისციპლინობაც. კი. ესეც ძალადობრივი გარემო. ამინდის შეგრძნება არის შესაძლებელი. კი, ამინდის შეგრძნება შესაძლებელია, უბრალოდ როგორც წესი ახალბედა მშობლებმა ეს არიციან ხოლმე, რომ ესაა მთავარი. ახალბედა მშობლები ძალიან ხშირად განათლებას როცა საუბრობენ და აქვთ რაღაც გარკვეული წარმოდგენა ყველას აქვს, იმიტომ რომ სკოლაში სწავლობდნენ თვითონაც და გონიათ რომ ის იყოს სკოლა. ისეთი უნდა იყოს ასეც ეს სკოლა, სადაც მედიან. და ამას აფასებენ იმ გადმოსახედიდან, რა გამოცდილებაც აქვს. თავისი ბავშვობის შთაბეჭდილებებით ან ზოგჯერ, მოდი ესე ვთქვათ, რომ ან ზოგჯერ აქვთ მკვეთრად ესე გამოყოფილი რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აი მაგალითად აბა კარგია, მაგალითებით წავიდეთ. ძალიან ბევრი ადამიანისთვის სკოლის წლები იყო დაკავშირებული წვალებასთან. სწავლა იყო დაკავშირებული წვალებასთან.
შესაბამისად, ბევრ თანამედროვე მშობელს გონიათ, რომ თუ ბავშვი არ წვალობს, ესე იგი ის არ სწავლობს. აი მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, დაახლოებით 25 წლის წინ, პირველი სახელმძღვანელო საბოლოო სახე მივეცით მათემატიკის სახელმძღვანელოს და პილოტირებას გადიოდა. მივდივარ ერთი თვის შემდეგ მასწავლებელთან, რომელიც ამ წიგნით ასწავლიდა, დაიწყო სწავლება და ვეკითხები როგორ არის მეთქი საქმე და ძალიან ცუდად თუ მითხრა. და შევშფოთდი ვიფიქრე, რომ ნუ რაღაცა ვერ გამოდის და ჩავიკითხე. სწავლობენ მეთქი, როგორ სწავლობენ ბავშვები მეთქი და რაში გამოიხატება მეთქი, რომ ეს ცუდად მეტი საქმე და მეტის მეტად ადვილად სწავლობენ ბავშვები. ანუ მას მიაჩნდა, რომ ეს მახსენდება. თუ არის იწვალე, ისე ვერ ისწავლებ. თუ არ სწავლობ, ესე იგი არ სწავლობ. ეგრე მათემატიკაა. ანუ შედეგი კი არ აინტერესებს. ის კი არ აინტერესებს ბავშვს უყვარს თუ არა, არამედ წვალობს თუ არა. ძალიან ბევრი მშობელია ესეთი, აი ხლაც ხდება ხშირად მშობლების კატეგორია, რომელსაც გონია, რომ თუ ბავშვი ღამეს არ გაათენებს მეცადინეობაში, ესე იგი არ სწავლობს. ანუ ის კი არა იცის რამე თუ არა, შეუძლია თუ არა, აქვს უნარი, კომპეტენცია არა, წვალობს თუ არა. რა შეიძლება ვთქვათ ასეთი მიდგომის? ვერაფერს ვერ იტყვი. საპირწონეთ. რა უნდა თქვა, რა ვიცი. მოდი ვთქვათ ასე. გამეორებითი ვარჯიშობის ხო მიდგომა. ცნობილი, რომელიც ასწავლებლების გამო ისევ თუნდაც იმ ინდუსტრიული საზოგადოების მოთხოვნიდან გაჩნდა. თუ მიუბრუნდებით, ხო? მაშინ გაჩნდა და აი ასე მოყვება. მაშინ როცა 21 საუკუნე რაღაც საოცარცულებებში ხო, ასე ნახტომისებურად მიიჩქარის. და მოდი აი აწყოსა და მომავალს შევეხოთ. რა ხდება თანამედროვე სკოლაში? რას ცდილობს თანამედროვე სკოლა და რისკენ მიდის განათლება აი ამ საუკუნის პრინციპში 1/4, ხო, ჩავამთავრეთ სადაცაა და გადავდივართ მეორე-მეოთხეში საუკუნის. და ძალიან საინტერესო პროცესებში ვართ, რომლებსაც რა თქმა უნდა დიდი გავლენა აქვს განათლებაზე. კი ბატონო, ოღონდ უნდა განსაზღვროთ, რას ნიშნავს განათლება, როცა ვლაპარაკობთ. განათლება ორი კომპონენტისგან შედგება. აქამდე ესე იყო. ერთი იყო ცოდნა, აკადემიური ცოდნის ნაწილი, ღირებულებების ნაწილი. საქმე ისაა, რომ სკოლა ძველად ითვლებოდა და ამიტომაც გაჩნდა, იყო ცოდნის, ინფორმაციის გადაცემის საშუალება. ესე წარმოიშვა ინდუსტრიულმა რევოლუციამ, მოითხოვა ასეთი ადამიანების გაზრდა, რომელსაც ექნებოდათ გარკვეული აკადემიური, მაგალითად, წერა-კითხვა ეცოდინებოდათ, ანგარიში ეცოდინებოდათ, მე ამას ნელ-ნელა სხვა რაღაცები დაამატეს და ბოლოს უამრავი რაღაც დაემატა და შეიქმნა რაღაც გრანდიოზული კურიკულუმი, რაღაცა ცოდნის, რაღაც დიდი სფერო, დიდი მასივი, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც უნდა აი აქვს მასწავლებელს და ეს უნდა გადასცეს. სინამდვილეში სკოლა როგორც ცოდნის გადამცემი ორგანიზაცია ნელ-ნელა ამ ფუნქციას კარგავს. იმიტომ რომ რაც უფრო განვითარდება ხელოვნური ინტელექტი და რაც უფრო მეტად იქნება ის ინტეგრირებული სასკოლო პროცესში, მით უფრო მეტად მოხდება ინდივიდუალიზება სწავლის. შესაბამისად, თვითონ ცოდნის გადაცემა, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში, არც თუ ისე შორეულ მომავალში, მოხდება მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ სკოლაში. საინტერესო ვარაუდია ეს. მასწავლებელი და სკოლა იქნება მონიტორინგის ფუნქციის მატარებელი და არა ცოდნის გადამცემი. და სხვა ფასეულობების, ღირებულებების ატმოსფეროს შემქმნელი. აი რაღაც ატმოსფეროში ხდება ცოდნის ინდივიდუალიზებული გადაცემა ხელოვნური ინტელექტის მიერ, ხოლო ჩვენ ადამიანები ამას ვამონიტორინგებთ. აი ესე წარმოვიდგენია მე. კიდევ რომელი უნარები და კომპეტენციები გაამართლებს, მოდი ესე ვთქვათ, გაიმარჯვებს მასწავლებლის მხრიდან. ესე იგი, მასწავლებლის რომელი როლები გახდება კიდევ უფრო აქტუალური, ვიდრე დღეს არის.
და ხომ არ დაკარგავს მასწავლებელი რაღაც როლებს აი ამ ცვლილებების კვალდაკვალ. პირიქით, მასწავლებლის როლი გაძლიერდება ამ ცვლილებების კვალდაკვალ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შავი სამუშაო ჩამოსცილდება. ის რომ ვიღაცამ უნდა ასწავლოს კვადრატული განტოლება, როგორ ამოხსნას მოსწავლეს, ეს ფუნქცია მასწავლებელს მთლიანად ჩამოსცილდება ჩემი აზრით. არ არის საჭირო ამაში მასწავლებელმა დაკარგოს დრო, იმიტომ რომ სრულიად შესაძლებელია ამის ფორმირება, ასეთი ცოდნის კონსტრუირება ინდივიდუალიზებული მიდგომით ხელოვნური ინტელექტის მიერ. ამის პრეცედენტები უკვე არის. რამდენიმე სკოლა ამერიკაში, ბრიტანეთშიც, რომელიც ამის გაკეთებას ცდილობს. ერთ-ერთი სხვადასხვა ილონ მასკის დაარსებული სკოლა. საინტერესოა, არ ვიცი. ესე ქვია, ძალიან საინტერესო მიდგომებით. ძალიან საინტერესო საუბარი გვაქვს. სკოლის მართვასაც შევეხოთ. სკოლის მართვა რა გამოწვევებს უკავშირდება დღეს? იმისათვის რომ სკოლის დირექტორმა, იმ ადმინისტრაციულმა ჯგუფმა კათედრები, დეპარტამენტები მუშაობს სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა ფორმით, რაღაც ექსპერიმენტული დუღილები არის სკოლებში, ძალიან საინტერესო და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მართვა უნდა. ეს არის კომპლექსური, სამართავად ძალიან კომპლექსური პროცესია. აი სკოლის მართვაზე დაწყებული კლიმატით, გაგრძელებული ისეთი რთული თემით, როგორიც კულტურა, პროცესები, რესურსები და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, იმისთვის რომ ბავშვების ჯერ ფსიქოლოგიურად და ემოციურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, არა? კლასების უზრუნველყოფა, პროცესების დალაგება და ასე შემდეგ. მშობლებთან კონსტრუქციული კომუნიკაცია, ამდენი პროცესი, პლუს აი ცვლილებები, თუნდაც აი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით გამოწვეული ცვლილებები, რომლებზეც ახლა ისაუბრე, ეს ხო უზარმაზარი ის არის საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი პროცესებია და სისტემურად სამართავი ამბავია. როგორ ხერხდება ისეთი მართვა, რომელიც მშობელსაც კმაყოფილს ტოვებს ერთი მხრივ. და რაც თორე ბავშვი მოტივირებულად, მაღალი ენთუზიაზმით, სიხარულით, ლაღად სწავლობს, სწორედ მასზე ორიენტირებულ იმ გარემოში, სადაც მას ემსახურებიან და მიიჩნევენ, რომ სკოლა პირველ რიგში ბავშვის არის. სანამ დაიწყება მართვა, თუნდაც დაკომპლექტება და მერე მისი მართვა, მანამ არსებობს ესეთი ფუნდამენტი, რომელზეც უნდა იდგეს ეს ყველაფერი. ეს არის თანამოაზრეობა რაღაცის გარშემო. ანუ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მოსწავლეზე ორიენტირებული, ეს ძალიან მკაფიო უნდა იყოს თითეული გუნდის თითეული წევრისთვის. თუ რას ნიშნავს ეს? მას უნდა ესმოდეს ეს სიღრმისეულად. ესე იგი, უბრალოდ სიტყვების რახარუხი კი არ უნდა იყოს და რაღაც ბლა ბლა ბლა, ასე ვთქვათ, რაღაც დაზეპირებული წინადებები, რომელსაც ამბობენ ხოლმე. არამედ მართლა უნდა ესმოდეს ყველას დაწყებული დირექტორიდან დამთავრებული მასწავლებლით, მთელ გუნდს, რა აზრი დევს ამაში ჩვენთან. იმიტომ რომ სხვასთან სხვა აზრი შეიძლება იდოს. აი მაგალითად ახლა კარგი მაგალითი ბავშვზე ორიენტირებული სკოლის საქართველოში არის ვალდორფის სკოლა, რომელიც ძალიან კარგი სკოლაა. და მართლა აკეთებს ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებს, ახორციელებს. და დარწმუნებული ვარ, ახლა შიგნიდან ღრმად და კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის სკოლებში არის აი ეს ფუნდამენტი ზუსტად, რომ ყველას უნდა ესმოდეს ის იდეები, რაზეც დგას. იდეური და ფასეულობითი სიცხადე, არა? რომელიც მერე გამოვლინდება სხვადასხვა მეთოდიკურ მიდგომებში. იმიტომ რომ შენ ვერანაირი მეთოდიკური მიდგომა თანმიმდევრული ვერ გექნება, თუ საბაზისო რაღაც იდეოლოგიური, ფასეულობითი, პედაგოგიკური კონცეფცია არ გაქვს და ეს არ ესმის ყველას ერთნაირად. ანუ პირველი არის ეს და მას შემდეგ რაც ყველას ერთნაირად გვესმის, მე უკვე თანამოაზრეები ვართ. მე ყველაფერი ადვილდება. თუ კი თანამოაზრეები ვართ, მაშინ ასე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ ერთი გზით წავიდეთ.
საბოლოო ჯამში ეგ არის, ჩვენ რაღაც გზით მივდივართ. გონია რომ მშობლისთვის მნიშვნელოვანი. აუცილებლად, მშობელმაც უნდა იცოდეს რასაკეთებს. თუნდაც ინტუიტურად შეიგრძნოს ის, მარტო ინტუიტურად არა, მშობლებსაც ზუსტად ისევე უნდა გქონდეთ სრული ინფორმაცია მიდგომების შესახებ. და ეს მათთან აქტიური კომუნიკაციით უნდა მოახერხოს სკოლამ. რასაკეთებენ, რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს? რას ნიშნავს, რომ ბავშვზე ვართ ორიენტირებული და მოსწავლეზე? რა როლი, იმიტომ რომ მშობლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი სასკოლო პროცესში. მშობლის და მასწავლებლის თანამშრომლობით კეთდება ყველაფერი. ხომ არ გაქვს სკოლაში რაიმე ესეთი რაღაცით გამორჩეული ან უნიკალურიც კი რაღაც ესეთი პროცესი ან მახასიათებელი მშობლებთან ურთიერთობასთან მიმართებით. აი ახლა ხანს ვიყავ ფილიპინებში ნახეთ კარგი სკოლა, ძალიან ვესტუმრე სპეციალურად რა, მოკლედ დიდეთ ესე ვიწვალე და ცადე და მოხვდი იმ სკოლაში და ვნახე ძალიან ესეთი საინტერესოდ ორგანიზებული, აი ცალკე ნაპატრონების საკითხი იყო აშკარად მშობლებთან მუშაობა, იმიტომ რომ დირექტორთან საუბარშიც გამოიკვეთა ეს და თავად ეს სკოლის სივრცეში აი მშობლების თავისთავად იყოფნა ხო მათი ფუსფუსი რაც ეს მონიტორი ზოგიერთი მონიტორის როლში იყო ზოგიერთი მხარდამჭერის როლში იყო ზოგიერთი ბავშვს უკითხავდა ანუ უშუალოდ შეჭრილი იყო კარგი გაგებით რა თქმა უნდა პოზიტიურად იყო შეჭრილი ამ ფინეთშიც მინახავს ესეთი ისინი ღია სკოლა ხო ღია სკოლის კონცეფცია ეს საქართველოშიც არის და მეტიც ვაკურ მინდა გითხრა რომ სპეციალური დიდი შავარძლები იყო სადაც ზოგიერთი მშობლი მუშაობდა ანუ სამსახურის რაღაც ფუნქციებს მოვალეოს ასრულებდა იქ სკოლაში. აი ამის საშუალებაც კი იყო სკოლაში უზრუნველყოფილი და ძალიან ამაყობდა მახსოვს ახალი ექსპერიმენტიაო ჩვენიო და მე მაჩვენა სპეციალურად ეს მშობლებთან სასემინარო და დისკუსიური თქვა შეხვედრების განრიგები და მთელი ამბავი მოკლედ აი ეს ცალკე ხაზი იყო სერიოზული სკოლაში ოჯახებთან მუშაობა. სხვათაშორის ეგ არა მარტო მაგ კონკრეტული სკოლებისთვისა, დამახასიათებელი თანამედროვე სკოლებში ცდილობენ სკოლები, მათ შორის საქართველოში და არა მხოლოდ სხვათაშორის კერძო საჯარო სკოლებშიც არის ხოლმე გააჩნია მასწავლებელს. მართალია, მართალია. დონეზე არის და არა სკოლის როგორც ინსტიტუციის დონეზე. და არა სკოლის როგორც ინსტიტუციის. კერძო სკოლებში უკვე სკოლის როგორც ინსტიტუციის დონეზეა ეს გაკეთებული და მე არ ვიცი კერძო სკოლა რომელიც ამას არ იყენებს. რაღაც დოზით. შესაბამისად ჩვენს ვიყენებთ. შენიერი. მოდი მე მგონია რომ გამოვყავით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. კარგი სკოლის მაინც გამოგვივიდა. თუმცა ისიც ვთქვით, რომ ბოლომდე უგვენდობით. იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლებელ თემას ვეჭიდავებით ახლა. იმდენად აქტუალურ, იმდენად კომპლექსურ მოვლენაზე ვსაუბრობთ და იმდენი ცვლადიან ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ სინამდვილეში რომ და თანაც მუდმივი ხო დუღილის და განვითარების და რაღაც პროცესების კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის შესახებ ვსაუბრობთ რომ არ არის ადვილი აი ეს ცალსახად იდენტიფიცირება რაღაც ფორმულასავით იდენტიფიცირება და თქმა რომ აი თუ კი სკოლაში ასეთი რამ ხდება მაშინ ის იქნება კარგი. ხო, მაშინ ასეთ სკოლას ხო შეგვიძლია ტაში დაუკრათ ან ბავშვი ჩავაბაროთ და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენიმე რამე შევეხეთ. მე მგონია რომ თქვით ერთი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვან ზოგად რამეს შევეხეთ. რა შეგვიძლია ქოლგა იდეადაც კი წარმოვიდგინოთ ესე ან რაღაც ფუნდამენტური იდეად რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა გარკვეული მახასიათებლებით არის უკეთესი. კურიკულუმზე ორიენტირებულ სკოლასთან შედარებით. თუ ასე არ არის. მე ესე კატეგორიულად ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ გააჩნია ვისთვის. ჩემთვის. მაგრამ არიან ადამიანები, მათ შორის კომპეტენტური ადამიანები, ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანები, ვისთვისაც ეს ასე არ არის. შესაბამისად, ეს არ არის ცალსახად საკითხი და თუ ისევ ბავშვის ინტერესებიდან ამოვავალთ, არსებობს ბავშვების კატეგორია, ტიპი, მართალია. უფრო კარგად გრძნობს თავს კურიკულუმზე ორიენტირებულ სკოლაში. არსებობენ ბავშვები, ვისაც ეს კარგია, პირიქით. მინახავს ასეთი მოსწავლეები, თეორიულადაც ვიცი ეს, რომ არც ცოტაა სხვა. ბავშვები, რომელთაც ესეთი გარემო უკეთესია.
არსებობენ ბავშვები, რომელთაც სხვანაირი გარემო უკეთესია. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს ცალსახად ასე არის. მე მგონია, რომ აი ეს საუბარი ახლა მაინც ერთგვარად დამაკვალიანებელი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უშუალოდ აი ამ პერიოდში იქნებავთ, არიან დაინტერესებული სკოლის შერჩევით ან სკოლის შეცვლით. კიდევ ერთი ვთქვით, რომ რესურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასწავლო რესურსებით. მდიდარი სკოლა არის კარგი. რაც უფრო მეტია, უკეთესია. კი, მაგრამ მეორე მხრივ ამ რესურსებს უნდა გამოყენება. თუ შენ არ ყავს ისეთნაირი მასწავლებლები სკოლას, რომელსაც შეუძლიათ რესურსების ეფექტური გამოყენება, მაშინ ამ რესურსებს არანაირი ფასი არ აქვს. და თუ მათ შეუძლიათ რესურსების ეფექტური გამოყენება, მაშინ პრინციპში თვითონაც კი შექმნიან რესურსებს. რამე რო იყოს. საუკეთესო შემთხვევაში მასწავლებლები ძალიან ბევრი რესურსი ქმნიან. მოდი თქვათ, რომ ეს არის დასწავლადი. რა თქმა უნდა. ეს ჩვეულებრივი ცოტათი უკეთესი მასწავლებელი. საშუალო მასწავლებელიც ადვილად დაისწავლის ამ ყველაფერს. რომელიც რა კარგი ტრენინგის გავლის შედეგად მშვენივრად შეძლებს ძალიან სასარგებლო რესურსების დამზადებას და მინახავს ბევრი ასეთი. კი, და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ ჩემი აზრით, რაც შეიძლება სკოლამ გააკეთოს, მართვამ გააკეთოს, რომ ხელი შეუწყოს მასწავლებელს რესურსების მომზადებაში. კიდევ ერთი რაც ვთქვით, არის კლიმატი, კლიმატზე ზრუნვა. და მეტიც ვთქვით, რომ მთავარია. არა? აი ეს ფსიქოემოციური, სოციალური კლიმატი. კლიმატს ქმნის ის კონცეფცია, ის ფილოსოფია, რაზეც დგას სკოლა. და ჩვენ ვთქვით, რომ სიცხადე ამ ფილოსოფიის არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. როგორც წესი, ეს ცხადია ხოლმე ხა. ჩვენთვის ნამდვილად ცხადია, არ ვიცი რამდენად ცხადია ხოლმე ესეთი რაღაცეები ახალბედამშობლისთვის, რომელიც პირველად მედის სკოლაში, მაგრამ ან ახალმოსული მასწავლებლისთვისაც შეიძლება. რაღაც დოზით ყველა ადამიანი გრძნობს ამ კლიმატს. შეიძლება ვერ აცნობიერებს, შეიძლება ვერბალიზაციას ვერ ახდენს, რას გრძნობს, მაგრამ გრძნობს. ერთია გზნობ კლიმატს, ხო? ის შეიძლება იყოს ძალიან საღი, ესეთი სხივებით სავსე, ან შეიძლება პირიქით იყოს დამთრგუნველი, რა, ესეთი უამინდო. შეიძლება დარი იყოს დერეფანში სკოლის და შეიძლება ავდარიცა, რა. შენობის შიგნითაც კი. თუ იმასაც თუ იგრძნობს ადამიანი, რომ ზრუნავენ კლიმატზე. ეგ არის კლიმატის შემადგენელი ნაწილი. ეს არის შემადგენელი ნაწილი. კი. გეთანხმები და სწორედ ეს მინდოდა რომ გაჟღერებულიყო. სკოლა შეუძლია მშობლებთან დიალოგი. კი, სკოლა თუ დიალოგში არ არის მშობელთან, ანუ მშობელი აქტიურ კომუნიკაციაში კი არა, აქტიურ ურთიერთობაში არ არის, მაშინ იქ არაფერი არ გამოვა. საბოლოო ჯამში. ერთი სიტყვა, რომელიც აღწერს განათლებას, რა იქნებოდა? პატივისცემა. პატივისცემა. როგორც წეგან ვისაუბრეთ, განათლება არ არის ცოდნის გადაცემა. განათლება არის ღირებულებების, ღრმა ღირებულებების ფორმირება. ჩვენ ხო აი მაგალითად წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ ვიღაცა ტიპია კაცი იმაში ავტობუსში ავიდა და დაიწყო ფურთხება, გინება. შეგვიძლია იმაზე ვთქვათ განათლებულიაო? ძალიან განათლებული კაცია, უბრალოდ იფურთხება ავტობუსში. ალბათ რაღაც ძნელად წარმოსადგურია. რაღაც ირღვევა. აი აშკარად რაღაც ირღვევა. განათლება არის კავშირში არა ცოდნასთან, არა წაკითხული წიგნების რაოდენობასთან, არა მიღებულ ინფორმაციასთან, არამედ რაღაც ღირებულებებთან. რომელსაც, რა თქმა უნდა, მე უნდა დააშენდეს გარკვეული ცოდნა და უნარები. მაგრამ ღირებულებები არის ფუნდამენტი. და ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება, რომელზეც ჩემი აზრით განათლება უნდა დაშენდეს, არის პატივისცემა. მეტიც, სწავლაც არ არის განათლება. სწავლა არ არის განათლება. შეიძლება ისწავლო საფულის ამოძრობა ჯიბიდან. და სერიოზულად სწავლობენ კიდეც. არა, შეიძლება ის ისწავლო ტრიგონომეტრია, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ განათლება. არნიშნავს, რომ ხო. ანუ ამ სიტყვას ძალიან ბევრი ადამიანი გვინახავს, ხო? რომელზეც ვერ ვიტყვის რომ განათლებულია, მაგრამ დარწმუნებულია ტრიგონომეტრია იცოდა. კარგი მაგალითია. ერთი შეკითხვა, რომელიც ყველა მასწავლებელმა საკუთარ თავს ყოველდღიურად უნდა დაუსვას. ეს შეკითხვა არის, რა არის დღეს ჩემი მიზანი? იმიტომ რომ სწავლება, რადგან მიზანმიმართული საქმიანობაა, მას ვერ განახორციელებ
ეფექტურად, თუ არა გაქვს რაღაც კონკრეტული სასწავლო მიზნები. ეს მიზნები არის დღის შეიძლება რაღაც კონკრეტული გაკვეთილის ნაწილის და ასე შემდეგ. შესაბამისად, მასწავლებელს ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ქონდეს წარმოდგენილი. თუ არ გვაქვს გეგმა, ვერსად ვერ მივალთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმაში ცვლილება შეიძლება შევიტანოთ. აუცილებლად, მაგრამ ჩვენ რაღაც გეგმა უნდა გქონდეს. მაგრამ გეგმის არსებობა არის მნიშვნელოვანი და ამას ხშირად სხვა შორის აი ერთმანეთში არასწორად. ოღონდ გეგმა არ არის ფორმალობა. იმიტომ გეგმა თავისთვის კი არ გვინდა, იმისთვის კი რომ გეგმა არსებობდეს. არამედ იმიტომ რომ მოსწავლეზე იყოს ორიენტირებული. სწორედ იმიტომ რომ მოსწავლეზე ხარ ორიენტირებული, შემდა გქონდეს გეგმა. წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს განათლებაში და სკოლაში მომუშავე ადამიანმა. ერთი წიგნი? თუ შეიძლება ერთი წიგნი რაიმე გამოვყოთ, რომელიც უდაოდ სასარგებლო იქნებოდა განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის. ერთი ძალიან გამიჭირდება რომელიმე ერთი წიგნის გამოყოფა. იმიტომ რომ შეიძლება იყოს პროფესიული ლიტერატურაც და შეიძლება მეც ესე მახსენდება ხოლმე. სოფტშერის გააჩნია კიდევ რა პოზიციაზეა, მაგალითად, ხა დირექტორი თუ არის შეიძლება სულ სხვა წიგნი დაჭირდეს მას და გამოადგეს და მასწავლებელს სხვა. არა მაქვს მაგაზე მკაფიო პასუხი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეგეთი წიგნი არ არსებობს. ანუ გამოდის რომ არსებობს უნივერსალური წიგნი. ანუ შეიძლება სამი მუშკეტერიც იყოს. კი, ნებისმიერი წიგნი შეიძლება გამოდგეს ინსპირაციისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. შეუძლებელია რომ ეს წიგნი არსებობდეს. და გეთანხმები. იმიტომ გამიჭირდა მოძიება. ფრაზა, ისეთი ფრაზა თუ არსებობს, რომელიც გახსენდება სწავლების და სწავლის პროცესებთან მიმართებით. სამწუხაროდ რა ფრაზებიც მახსენდება, ეგ უარყოფითი ფრაზებია ძველი ჩვენი ბავშვობის საბჭოთა სკოლის გამოცდილებით მიღებული. და ეგ მთელი სისტემა რა კი იყო ნეგატიურ გამტკიცებაზე ორიენტირებული და არა პოზიტიურზე. გვიტოვებდა აი ამ ნეგატიურ ფრაზებს. არ, ნუ, ვერ არ შეიძლება. ესე იყო. მაშინ როცა თანამედროვე სკოლაში უნდა იყოს პოზიტიურ გამტკიცებაზე. ოჩახ შენეს შეგილია. რაღაც ასეთი ტიპი. მადლობა, ბოლო შეკითხვასაც დავსვამ. განათლება რომ იყოს ხმა. როგორ ტემბრი ექნებოდა? აი ხმა რო აღწეროთ შეგიძლია. კი, ჯერ ერთი არ იქნებოდა ერთი. ერთი ბგერა არ იქნებოდა მრავალნაირი, სხვადასხვანაირი ბგერები, სხვადასხვა ინსტრუმენტები შეიძლება ყოფილიყო სიმის ხმა, შეიძლება ტამტამის, შეიძლება სასულე ინსტრუმენტის, ზუსტად ამაშია მრავალფეროვნება. და მრავალფეროვანი მიდგომების საჭიროება. არ შეიძლება არსებობდეს ერთი მიდგომა მხოლოდ და არ შეიძლება არსებობდეს ერთი ტიპის ბგერა. ჩემი აზრით იქნებოდა მრავალფეროვანი. თუ მაინც და მაინც ისე გვინდა აი ორკესტრი. დიდი ორკესტრი, რომელშიც ყველანაირი სასულე ინსტრუმენტიც არის, სიმებიანით ჩასაბერით. და სარტყმელით და ჰარმონია. გავიგონე. კლასის ხმების, ხო, რაც ორკესტრთან შედარება დავინახე და გავიგონე. მადლობა ძალიან დიდი ასეთი საუბრისთვის.